სახელითა მამისათა და ძისათა დასულისა წმინდისათა ყოლა სამდელონო მეუფენო პატიოსანო მამანო დედანო ძვირფასო ძმებო და დებო გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას და სვეტი ცხოვრობას დღეს არის ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული ასევე რამე თუ ის 12 მოციქულის სახელზეა აგებული ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების მათი პიროვნებები მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის და შეიძლება ითქვას რომ დღეს ჩვენი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს ეს მათი ღვაწლის მათი ქადაგების დამსახურებაა რადგან ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად და რა თქმა უნდა ჩვენ ვფიქრობთ რომ ერთგულება ეკლესიის და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი შემდგომი ჩვენი გადარჩენის და განვითარების აი წელს ჩვენ აღნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავს ბედნიერნი ვართ რომ ამ თარიღს აღნიშნავთ ჩვენ და ეს არის სწორედ დამსახურება მათი ღვაწლის მათი ქადაგების რამე თუ წმინდა ნინოს ღვაწლიც იყო მათი მსახურების გაგრძელება ჩვენ მოხარულნი ვართ რომ დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები ჩვენს უახლეს ისტორიაში და ჩვენ მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს სოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი აც განსვენებული ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და ჩვენ ბედნიერნი ვართ რომ მოვესწარით მის ღვაწლს და ვართ მისი მემკვიდრეები და ასევე როგორც მოგახსენეთ მოციქულთა მემკვიდრეებიც ვართ პირველ რიგში და აი დღეს ჩვენ დავფიქრდეთ ვართ თუ არა მზად გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა მივბაძოთ მათ მაგალითს გავყვეთ მათ გზას აი დღეს სამოციქულოში იყო წაკითხული პავლე მოციქულის სიტყვები მობაძავ ჩემ და იყვენით როგორც მე ქრისტესი და ვართ თუ არა ჩვენ მზად რომ მათი მიმბაძველები გავხდეთ იმიტომ რომ მათ თავიანთი ღვაწლი აღასრულეს თავიანთი სიცოცხლის ფასად და უკლებლივ ყველა მათგანი მოწამე გახდა მოწამებრივად აღესრულა გარდა იოანე ღვთისმეტყველისა რომელმაც ასევე უამრავი ტანჯვა დაითფინა ვართ თუ არა ჩვენ მზად აი ამ გზისთვის ვიყოთ მათი მოწაფენი და გამგზელებლები აი ჩვენ დავფიქრდეთ ჩვენს თავზეც აი მაგალითად როდესაც ჩვენ მოგველის რაიმე ამქვეყნიური სარგებელი მიწიური ჩვენ ხშირად მზად ვართ რომ დავითმინოთ მრავალგვარი ჭირი განსაცდელი წუხარება დამცირებაც კი და სასჯელიც კი ოღონდ აი ამ მიწიურ ჩვენ სხვადასხვა მიზანს მივახციოთ რადგან ვიმეორებ რომ მოგველის სარგებელი გარკვეული მაგრამ სულის გადარჩენის საქმეში და იმაში რომ ღმერთის თუ შეიძლება ასე ვთქვათ კეთილგანწყობა მოვიპოვოთ ჩვენ ვიჩენთ სიზარმაცეს უდარდელობას უზრუნველობას და უმადურობას ხშირად და რა გამართლება გვექნება ჩვენ ასეთი საქციელისთვის მაშინ როცა ჩვენ ვხედავთ რომ ამდენი სიკეთე მივიღეთ ღმერთისგან ჩვენმა ქვეყანამაც ჩვენმა ოჯახებმაც პირადად ჩვენს და დღესაც ვღებულობთ უამრავ სიკეთეს და აი წმინდა მოციქულები ასე არ იყვნენ ისინი იწვოდნენ ქრისტეს სიყვარულით
ეს შესანიშნავად გამოჩნდა წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებში, ის წერს, რომ ვინ განგვაშორებს ჩვენ, ანუ მოციქულებს გულისხმობს ქრისტეს სიყვარულს, ჭირი, წუხარება, შიმშილი თუ სიშიშვლე, თუ საფრთხე, თუ მახვილი. ესე იგი, რას ნიშნავს ეს, რომ არა მხოლოდ სხვადასხვა გვარი ჭირი ვერ განგვაშორებსო ჩვენ ქრისტეს სიყვარულს, არამედ სიკვდილის საშიშროებას რო დაგვემუქროსო, მაშინაც ჩვენ ვერ გავშორდებით ქრისტესო, ვერ შეგვაშინებს ეს. აი ასეთი სიყვარული და რწმენა ჰქონდათ მათ და მიუხედავად იმისა, რომ მათ მართლაც გაიარეს ეს ყველა ეს ჩამოთვლილი განსაცდელები, ამასაც აღწერენ მოციქულები ძალიან დაწვრილებით, მათ მაინც ჰქონდათ დიდი სიხარული გულში. სიხარულით იღწოდნენ, იმიტომ რომ მათ იცოდნენ, რომ დროებითი ჭირისთვის და მწუხარებისთვის და სირთულეებისთვის მათ მოელით ზეციური გვირგვინები და დიდი მისაგებელი მადლი ღვთისგან, ამიტომაც ისინი ამ ყველაფერს არარად თვლიდნენ და მოთმინებით იტანდნენ ყველაფერს და მით უფრო მეტი და მეტი მადლი და სიხარული ჰქონდათ. აი ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვეცადოთ ასე შევიყვაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მართლაც მეც არც არაფერს არ გთხოვს ჩვენ უფალი, რომ იგი შევიყვაროთ და მისი მცნებები დავიცვათ. ვისაც ასე უყვარს უფალი, ის მის მცნებებსაც იცავს. იმიტომ რომ როცა ვინმე გიყვარს, შენ ცდილობ რომ მისი სიყვარულიც დაიმსახურო. აი როგორც წერს წმინდა იოანე ოქროპირი საოცარ სიტყვებს, რომ გახდე იმის ღირსიო, რომ ჯეროვნად გიყვარდეს უფალი. ეს არის უკვე სასუფეველი ცათა, ეს არის ნეტარება, ეს არის ურიცხვი სიკეთის მომტანი. მაგრამ აი ჩვენი სიყვარული რომ იყოს ჯეროვანი, რომ იყოს გულწრფელი, ამისთვის ჩვენ ღვთის სიყვარულის გულისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც. როგორც ამბობს უფალი, რომ აი ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველები. გიყვარდეს ღმერთი შენი მთელი გულით, მთელი შენი სულით და გონებით და მთელი ძალით და მოყვასი შენი როგორც თავით ვისი. ეს ორი მცნება ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს. იმიტომ რომ ვისაც უყვარს ღმერთი, ის მოყვას არასდროს არ შეურაცხყოფს. არამედ პირიქით ყოველთვის სიკეთეს გაუკეთებს მას. იმიტომ რომ ახსოვს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ რაც თქვენ გაუკეთეთ ერთ ამ მცირე ჩემს ძმათაგანს, ის ვის გაუკეთეთო? მე გამიკეთეთო. ასე რომ, როდესაც ადამიანის წინაშე არის გლახაკი, გაჭირვებული, ღარიბი, თხოვნელი, ის არ ხედავს მასში ამ გლახაკს და ღარიბს, არამედ ხედავს უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც დახვბირდა ჩვენ, რომ აი ამ გლახაკისთვის გაკეთებული სიკეთე ჩაითვლება ქრისტესთვის გაკეთებულ სიკეთეთ. ასე რომ ვიმეორებ, ესეთი ადამიანი ყოველთვის ქრისტეს სიდიადეს ხედავს და არა გლახაკს მის წინაშე და ყველაფერს დიდი მოშურნეობით ასრულებს და გულმოწყალებას აღასრულებს დიდი სიყვარულით და დიდი მონდომებით. ასე რომ აი ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს არის მოციქულთა დღესასწაული. ესენი იყვნენ ჭეშმარიტების და სიყვარულის ქადაგებლები და ამგვარად ჩვენ ნუგულებელს ყოფთ აი ამ უმთავრეს სამკურნალოს ჩვენი სულისა, სიყვარულს, მოყვასისადმი, მოწყალებას, თანალმობას, თანაგრძნობას. იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს უმთავრესი სამკურნალოა ჩვენი სულის ჭრილობების, რომ ისე კურნავს ეს წამალი ჩვენ სულს, რომ არანაირი იარა აღარ რჩება ამ სულში, თითქოს საერთოდ არც ყოფილა. აი მაგალითად გავიხსენოთ წმინდა პავლე მოციქული, რომელიც იყო სასტიკი მდევნელი და დამარბეველი ეკლესიის
და გახდა არათუ მორწმუნე და არათუ მხოლოდ მოციქული, არამედ წინამძღოლი გახდა ეკლესიის. აი ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში და ასეთი საოცარი ცვლილება იქნება ჩვენშიც, თუ ჩვენ ამ გზის ერთგულნი დავრჩებით და არა მარტო პირადად ჩვენში, არამედ მთელი ჩვენი ერი კიდევ უფრო მეტად ფერს იცვლის და გაძლიერდება და გამთლიანდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას. მოციქულთა მადლი და ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს მოციქულთა ლოცვით ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ.